უწყვეტი პროტესტის 39 დღეიდან დედაქალაქში საპროტესტო მარშები განახლდება. ამ წუთებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან იკრებებიან და საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან, რომელსაც თეატრალური უნივერსიტეტის მიმართულებით მოაწყობენ იქ, სადაც თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები იმყოფებიან და დღევანდელი მარშის მონაწილეები მათ მხარდაჭერას გამოუცხადებენ. ახალგაზრდები ახალი არჩევნების დანიშნვას და რეპრესიული რეჟიმის პოლიტიკური მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ. დღესვე დაგეგმილია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მარშები სხვადასხვა ლოკაციიდან. საღამოს კი ყველა მარშის მონაწილე დედაქალაქის მთავარ გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციას შეუერთდება. ირაკლი ბახტაძე გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში დეტალებით. ირაკლი, გისმენთ. აქციის მონაწილეებმა შეკრება უკვე დაიწყეს რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და ახალგაზრდები ზუსტად 7 საათზე უკვე საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. უწყვეტი პროტესტის 39 დღე და წელს პირველად პრინციპში პირველი მარში იქნება ახალგაზრდების მონაწილეობით. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ერთხმად თანხმდებიან, ისევ რომ 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ ქართველი ხალხის ხმები მოიპარა და შესაბამისად მნიშვნელოვანია ქუჩის პროტესტი იმისათვის, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხი არ ეთანხმება მითვისებულ და გაყალბებულ არჩევნებს. მოთხოვნები რასაკვირველია, ისევ და ისევ არის უცვლელი. ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან. აქ ყოფილი ადამიანები თანხმდებიან იმაზე, რომ არ არსებობს არანაირი პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც დაასტურებს პატიმრების ბრალეულობას. თქვენ ხედავთ სტუდენტებს, რომლებიც უკვე შეიკრიბნენ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მხოლოდ ნაწილი აქვს, თუმცა ცოტა ხანში უკვე აქ შეიკრიბებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, თავისუფალი, აგრარული და ჯიპას უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც სულ ცოტა ხანში უკვე დაიწყებენ მსვლელობას თავისუფალი უნივერსიტეტის, უпростоრე თეატრალური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც უკვე რამდენიმე კვირა სტუდენტები უწყვეტი პროტესტი აქვს თეატრალური უნივერსიტეტის შიდა სივრცეში. აქციის მონაწილეებს გავესაუბრებით სოლიდარობა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს და პრინციპში ესენი არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც ანდრო ჭიჭინაძის და სხვა მოქალაქეების დაპატიმრების შემდგომ უკვე გამოხატავენ თავიანთ პროტესტ უნივერსიტეტის შიდა სივრცეში, ითხოვენ რექტორისგან კონკრეტულ პასუხისმგებლობას, რომ გააკეთოს რაიმე სახის განცხადება და დაგმოს ის ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე. დღეს რატომ გახდა საჭირო ისევ ქუჩაში გამოსვლა და ამჯერად უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოცხადება საჭირო? გამარჯობა, უკვე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ერთ კვირაზე მეტია აპროტესტებენ ამ რეჟიმის სისასტიკეს საზოგადოების მიმართ და მათ სურთ, რომ რექტორმა გააკეთოს კონკრეტული განცხადება, რომ ხარი დაუჭიროს ამ ადამიანებს. ჩვენ გამოვედით, რომ სტუდენტები რომ ხარი დაუჭიროთ ამ ადამიანებს, ეგან ერთ კვირაზე მეტია ქვემოთ შიმშილობენ, ფაქტიურად არც გათხოვას არ ურთავენ, არც საჭმელი არ შეაქვთ ამ ადამიანებთან და გვინდა რომ გავამხნევოთ, ძალა შევმატოთ, რომ ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე და ბრძოლის მთავარი მოთხოვნები არის ახალი არჩევნები და პატიმრების განთავისუფლება. კი ბატონო, დიდი მადლობა. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენთ. თქვენ პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ სხვა ადამიანებსაც. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი არის ასევე ჩვენს გვერდით. ჩვენ გვახსოვს რამდენიმე კვირის წინ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების ძალიან ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქცია და გაბრაზებული ახალგაზრდები, რომლებმაც გადაკეტეთ აღმაშენებლის ხეივანი და მსვლელობა დავასრულეთ, თუ არ მახსოვს პარლამენტთან მოვედით. ხო, თუმცა მთავარი ლოკაცია უნივერსიტეტის შემდგომ იყო თბილისის საქალაქო სასამართლო, სადაც მოსამართლეების გადაწყვეტილება გააპროტესტეს. დღეს ვდგავართ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და ძალიან მალე წავალთ თეატრალური უნივერსიტეტის მიმდებარე. აი რა არის დღეს მთავარი სათქმელი? რას ეუბნებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან პატიმრობაში და პრინციპში იმ ადამიანებსაც, რომლებსაც სოლიდარობას უცხადებთ? ჩემი აზრით, ნებისმიერი ევროპული და განვითარებული საზოგადოება უპირველეს ყოვლისა დგას სოლიდარობაზე და ამიტომაც ჩვენი დღევანდელი აქციის მთავარი მიზანიც არის ის, რომ სოლიდარობა და თანადგომა გამოხატოთ იმ სტუდენტების მიმართ, ვინც უკვე ამდენი ხანია თავიანთ უნივერსიტეტში არიან, გამოხატავენ თავიანთ პროტესტს და ითხოვენ ძალიან მცირეც ხომ, რომ უბრალოდ მათმა რექტორმა დაგმოს ის, რაც ერთი შეხედვით ძალიან ცალსახაა, დაგმოს ძალადობა, დაგმოს უსამართლობა.
და სამწუხაროა ძალიან რომ ისინი მათ უწევთ რომ ამდენი ხანი იყვნენ გამოკეტილები ღამეები ათენონ უნივერსიტეტის კორპუსში იმისათვის რომ ამ ძალიან ცირედ და თითქოს მარტივ მიზანს მიაღწიონ, მაგრამ სამწუხაროდ ასეთ საზოგადოება გვაქვს ჩვენ დღესდღეობით, რომ ვიღაცეებისთვის ძალიან რთულია რომ მსგავსი ქმედებები დაგმონ მთავრობის მხრიდან, ამიტომაც ფიქრობთ რომ თუ მეტი სოლიდარობის აქცია იქნება, ისეთ როგორც ჩვენ დღეს გვაქვს, ძალიან მალე მივახცევთ ჩვენს მიზნებს. დიდი მადლობა, მოკლედ აქცია გრძელდება დღეს. არის პირველი მსვლელობა ახალი წლის შემდგომ, რომელსაც ახალგაზრდები, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაატარებენ და სულ ცოტა ხანში დაიწყება პრინციპში მსვლელობა. კიდევ ერთ ადამიანს გავესაუბრებით, რომელიც არის აქ, მე მგონი აგრარული უნივერსიტეტის თუ თავისუფალი უნივერსიტეტის და ილიას სტუდენტი არის. რა არის დღეს მთავარი გზავნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პატიმრობაში რჩებიან და პრინციპში არალეგიტიმური ხელისუფლების მისამართითაც, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ არჩევნები დემოკრატიულ პირობებში ჩატარდა. პირველ რიგში აუცილებლად მინდა გავამახვილო ყურადღება დღევანდელი აქციის მთავარ ღირებულებაზე, რაც არის სოლიდარობა და ამ სოლიდარობას აქვს რამდენიმე განხრა. ერთი განხრა არის, ეს არის სტუდენტების სოლიდარობა სტუდენტებისადმი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ მათი პრობლემები, ანუ სხვა სტუდენტის პრობლემა თუ სისტემურია, ის ჩემი პრობლემაც არის, მიუხედავად იმისა, თუ მე სხვა უნივერსიტეტში ვსწავლობ. სისტემური პრობლემები არის დღეს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, როგორც სამოქალაქო საგანმანათლებლო ინსტიტუციებში, ასევე სახელმწიფო ინსტიტუციებში, ასევე პოლიტიკურ ინსტიტუციებში. ეს ინსტიტუციები უნდა ემყარებოდეს სოლიდარობას, როგორც პროფესიულ სოლიდარობას და ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ მაგალითად საჯარო სამსახურებიდან ათავისუფლენ ადამიანებს და პროფესიული სოლიდარობა, სტუდენტების შორის სოლიდარობაც ის განხრა, ეს უნდა გაფართოვდეს და უნდა იქცეს სამოქალაქო სოლიდარობად, რაც არის ევროპული ერის სახელმწიფოს მთავარი ბაზისი, როცა ჩვენ მოქალაქეები ერთმანეთს ვეუბნებით, რომ ჩვენ ერთად ვართ, შენ მარტო არ ხარ და ჩვენ ერთად უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები. დღეს მთავარი პრობლემა არის რა, ხო, რომ ჩვენ ვართ არალეგიტიმური ხელისუფლების ავტორიტარიზმის ქვეშ და ყოველდღიურობა არის ბრძოლა და ეს უნდა შეიცვალოს პირველ რიგში. აუცილებლად უნდა გამოუშვან უკანონოდ დაკავებულები, მათ შორის სტუდენტებიც, ხო? და შეიცვალოს ყოველდღიური დღის წესრიგი, რისთვისაც აუცილებელია ახალი არჩევნების, ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება. ეს პროტესტიც ამ დიდი პროტესტის ნაწილია ცხადია და ჩვენი მსვლელობაც, რომელიც თეატრალურ უნივერსიტეტთან იქნება შემდეგ პარლამენტთან, ზუსტად ამის გამოხატულება. დიდი მადლობა. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში, როგორც მოისმენთ, ახალგაზრდები არ აპირებენ დანებებას, რადგან მთავარი მოთხოვნები არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან და ამბობენ იმას, რომ არ შეწყვეტენ ბრძოლას არც ერთი სუთით. ქართულ ოცნებას პრინციპში ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ სადღესასწაულო დღეების ფონზე პროტესტი შეწყდებოდა დედაქალაქში, თუმცა დედაქალაქის გარდა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები გამოდიან ყოველდღიურად ქუჩაში და აპროტესტებენ ხელისუფლების რუსულ ქმედებებს. დღესაც ტრადიციულად მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები უკვე დაიწყებენ მსვლელობას, 7 საათიდან დაიწყება შეკრება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დღეს სავარაუდოდ ისევ გადაიკეტება რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაც.